იცოდი, რომ სიარული კიბოს განვითარების რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს. ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობისთვის კარგია. ეს არ ახალია, მაგრამ ბოლო დროს სულ უფრო მეტი კვლევა აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი უშუალოდ კიბოს განვითარების რისკებზეც მოქმედებს. და ახლა ბოლო მასშტაბური კვლევის მიხედვით, მხოლოდ სიარულიც კი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს განვითარდება თუ არა კიბო. დიდ ბრიტანეთში 85,000-ზე მეტ ადამიანს 6 წლის განმავლობაში დააკვირდნენ და აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მეტ ნაბიჯს გადადგამდნენ ყოველდღიურად, მით უფრო მცირდებოდა კიბოს 13 სხვადასხვა სახეობის განვითარების რისკი. რაც შეეხება კონკრეტულ ციფრებს, ყოველდღიურად 7,000 ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში კიბოს განვითარების რისკი 11% შემცირდა. 9,000 ნაბიჯის გადადგმისას ეს მაჩვენებელი 16% იყო. რაც ასევე მნიშვნელოვანია, კვლევაში გათვალისწინებული იყო ისეთი ფაქტორები, როგორიცაა დემოგრაფია, სხეულის მასის ინდექსი და ცხოვრების წესი, წეველი, ალკოჰოლის მოხმარება და ასე შემდეგ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ კიბოს რისკის ცვლილებები მართლაც განპირობებული იყო ადამიანების მიერ ყოველდღიურად გადადგმული ნაბიჯების საშუალო რაოდენობაზე. შესაბამისად, ერთი რამ შემიძლია გისურვოთ: ნაკლები ჯდომა, მეტი მოძრაობა.